საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ გარეგნულ ფორმას არ ნიშნავს. აუცილებელია გავითვალისწინოთ სწორი კვლევა, მივიღოთ სწორი ფიზიკური აქტივობა, პერიოდულად ჩავიტაროთ სამედიცინო კვლევები. მე ვარ ვახო ხაკაძე, ფიტნეს ინსტრუქტორი. როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვასწავლოთ სხვებს, როგორ მოუვარონ საკუთარ სხეულს სწორად. სპორტით დაკავებულ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობაზეც ვიზრუნოთ. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა დენსიტომეტრია, რომელიც გვიჩვენებს ძვლის სიმკვრივეს. ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს, რადგან ძვლის სიმკვრივის შემცირება ზრდის ტრავმის რისკს, თუნდაც ყველაზე ჯანსაღი ცხოვრების სტილის პირობებში. გადავწყვიტე თავად ჩავიტარო დენსიტომეტრიის კვლევა ქართულ-ამერიკულ კლინიკა რეპროვარტში. წავიდეთ. გამარჯობა თათული. როგორ ახარ? თათული არის რეპროვარტის თანამშრომელი, ასევე არის ჩვენი აქტიური მომხმარებელი, ვარჯიშობს ფიტნესით უკვე წლებია. სხვათა შორის თათულიმ ჩაიტარა დენსიტომეტრიის კვლევა ჩემს რეკომენდაციამდე, ძალიან კმაყოფილია, ამიტომაც მოვაკითხე მე რეპროვარტს, რომ ჩავიტარო იგივე კვლევა და გავიგო როგორ მდგომარეობაშია ჩემი ძვლები. მე გავიარეთ რეგისტრაცია. გამარჯობა. დენსიტომეტრია ძვლის მინერალური სიმკვრივის გამოკვლევის უსაფრთხო არაინვაზიური მეთოდია. ძალიან ზუსტია, უფრო სტანდარტია კვლევის, იმიტომ რომ გვაძლევს ძვლის მინერალიზაციის რაოდენობრივ შეფასებას, რასაც ვერ აკეთებს ვერცერთი სხვა კვლევა. და ძალიან მნიშვნელოვანია ის ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის. კვლევას დასჭირდება 15-20 წუთი საშუალოდ. კარგად ზანდებოდეთ? კარგად ზანდებოდით, ჯანმრთელობისკენ. დიდი მადლობა. როცა ჯანმრთელობისკენ სწორ ნაბიჯებს დგამ, შედეგიც სტაბილური და ხანგრძლივია. ამ გზაზე რეპროვარტი ჩემი არჩევანია.